6-ში დილით გავიდა და დამიბარა მალე მოვა. გამთენის 4 საათამდე ქონდა კონტაქტი და 4-ის მერე შეწყვიტა უკვე კონტაქტი და მომწერა რომ ნახოთ, შეიძლება ვერ მოვიდე. თავს მიხედე და ბავშვებს მიხედი არ ინერვიულო. გული მიგრძნობდა რაღაცას თითქოს. თურმე ტელევიზორში ჩანს როგორ ებძვის სიცოცხლეს. ყველა მიცონა მეზობლებმა, ჩემ დედამთვინი წასული იყო საინგილოში არ იყო აქ და მეზობლების თანადგობით ემით დავიწყეთ ძებნა. პატარა ბავშვები დავრბოდით, ვეძებდით მიცვალებულებსაც, დაჭრილებსაც, მაგრამ არსად არ იყო. ნახეთ მე გორში იყო ჰოსპიტალში მორგში. ავიაციაში მუშაობ მე თვითონ უკვე 14 წელია. ჩემთან ერთად არის ჩემი ბიჭი გიორგი ბოჭოიძე. მეორე შვილი რეზერვისტად მიდის. წინ აქვს ჯერ ბევრი გზა გასავლელი. მე არ დამიძალებია ჩემი შვილების ეს ნაბიჯის გადადგმა, თვითონ ქონდათ სურვილი და მეც რაც შემიძლია გვერდში უდგა. სამშობლოსთვის გავზარდე ჩემი შვილი. ძალიან მწყურია, ძალიან მენატრება, მაგრამ ამ წყურვის ჩემი შვილები მიკლავენ. თუ მე ვინმე დავინახე ფორმიანი, დაულოცავ, მიუყვები სულით და გულით, ლოცავ რომ ღმერთო დედას მშვიდობით დაუბრუნე სახში თავისი შვილი. ამას ლოცულობ და ამას ვამბობ ხოლმე და დაიყოს ასე. 3 წელს ვიყავ მამა რომ დაიღუპა რა და ეხლა რო გითხათ მახსოვს მეთქი არაფერი არ მახსოვს ესე რომ თქვა რა ჩემით გადმოცემით ვიცი როგორი ადამიანი იყო და გადმოცემით ვიცი ყველაფერი რაც მის შესახებ ვიცი საერთოდ კი მძიმეა მაგრამ ვამაყობ ამით რა მიამაყება რომ მამა ჩემი სახელობის ქუჩაზე ვცხოვრობ რა და მიამაყება რომ დიდ პატივს ცემენ მას რა მის სახელს ბავშვობიდან მქონდა ოცნება რომ მეც როგორც მამას ფორმა მწმოდა რა და მეც რაღაცა გამეკეთებინა ჩემი ქვეყნისთვის რა გამეძლიერებინა ჩემი ქვეყანა ჩემი ერთი ნაბიჯით მიამაყება რომ ფორმა მაცვია და ალბათ ერთი მიზეზი ის იყო რომ მამა დაიღუპა ამ ფორმის ქვეშ მამა ჯარისკაცი იყო და მეც მაგიტო რა მერე კიდე ყველა იმ ადამიანის გამო ვინც საქართველოს თეატრისთვის თავი გაწირა რა მის გულში ცხელი ტყვია გააცივა რა და მეც მინდა რომ მქონდეს საშუალება იმისა, რომ ჩემი ქვეყნისთვის ღირებული გავაკეთე. ეს იყო ჩემი მიზეზი, რის გამოც ფორმა ჩავიცი და ჯარისკაცი მქვია. მინდა რომ მომავალში, ახლო მომავალში გაერთიანებულ საქართველოში გათენდეს ეს 8 აგვისტო. მომავალმა თაობებმა ჩემს მერე ვინც იქნება და მის მერე ვინც იქნება, უკვე აღარ ნახოს ეს ტკივილი, რაც ჩვენ ნახეთ 2008-ში რა. და ძლიერი ქვეყანა მინდა რომ გქონდეს რა. იმაზე ძლიერი ვიდრე ოდესმე ყოფილა.